ევროპა არის საქართველოს ისტორიული და ბუნებრივი არჩევანი. ეს არ არის ის არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს. ეს ქვეყანამ გააკეთა მრავალი წლის წინ. გააკეთა იმიტომ, რომ საქართველოს განვითარების, ცივილიზებული განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა და საშუალება არის სწორედ ამ საზოგადოებაში, არის სწორედ ევროპაში. ეს არის ჩვენთვის საშუალება შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა, შევინარჩუნოთ კულტურა და ამავე დროს გავხდეთ იმ ცივილური ღირებულებების ნაწილი, რაც აერთიანებს ევროპულ ქვეყნებს. დღეს ევროპა ჩვენთვის ნიშნავს სამართლიანობას და დაცულობას თითოეული მოქალაქისთვის. ეს ნიშნავს არჩევანის თავისუფლებას, ნიშნავს გამოხატვის თავისუფლებას. ეს ნიშნავს, როდესაც არ ეშინია ადამიანს კონდეს საკუთარი აზრი და თავისუფლად გამოხატოს ეს აზრი. ეს ნიშნავს ურთიერთპატივისცემას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები არიან განსხვავებულები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არის ინდივიდუალური, მაგრამ ყველა ერთმანეთის მიმართ იჩენს პატივისცემას და ერთად ცხოვრობენ ჰარმონიაში. ევროპა არის შესაძლებლობა ჩემთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ ხარისხიანი განათლება, მიიღონ ხარისხიანი ჯანდაცვა, ჰქონდეთ ღირსეული სამსახური და საკუთარ ოჯახებთან ერთად უზრუნველყონ ღირსეული ცხოვრება. ევროპა არის ჩემთვის თავისუფლება, თანასწორობა და ღირსეული ცხოვრება კეთილდღეობაში. მე ეს ძალიან ბევრჯერ მინახავს, ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ამის ნაწილი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს იგივეს ნაწილი და საქართველოს თითოეული მოქალაქე იყოს აი ამ სიკეთებით უზრუნველყოფილი. ჩემი აზრით, ერთადერთი პერსპექტივა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვქონდეს, არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში და საქართველო არასდროს არ ყოფილა ამ ყველაფერთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის. უნდა გამოვიყენოთ ყველა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად და არ მივცეთ არავის შესაძლებლობა, რომ აი ამ გზიდან კიდევ ერთხელ გადახვევის საშუალება ან ასე ვთქვათ, მოხდეს ან გვაიძულოს.